და ზურა კუხენზე წავიდა იქ გაყო ერთვარი ზურას მეტრა ჩამანთან მაღაზია მაღაზია ყოამნაირო წავიდა ზურა და ჭიმა ხუთაიში სახელბათად 60 წლიდან 64 წლამდე შევერდი ამ მაშინ სადარბაზო და შემოვიდა ზურა მუთხარ ჩამოხვედი ეტელზე დამიწერა ეს ამბავი მუთხარი პოლონელები მართლა ჩემზე ლამაზები არიან მეთქი და ამან მითხრა ზურა ერთი შემთხვევა მომიხდა ასეთი რომ სასტუმროდან გამოვედით შუახანს გადაცილებული კაცი იყო ამას არ ყველგან ამლეკ შუახანს გადაცილებული კაცი იყო და ედგა გვერდში 17 წლის გოგონა რომლის მუსიკალში სინემაზე ჩვენ კინოში არ მინახეო და ჩვენ ულამაზესი კინო ქონდა ულამაზესი ქალები ქართული კინო ეგეთი ლამაზი ქალები აქვს პლანეტა გამოვედი სასტუმროდან და შუახანს გადაცილებული კაცი გამოყვა ამ ლამაზი გოგონას ავედი ავტობუსში ამოყვა ავედი ტროლეიბუსში ამოყვა შევედით ტაძარში ვითხოვთ რომ თუ შეიძლება რომ ვიმღეროთ საეკლესიო სიმღერა ადმინისტრაციამ ნება დაგვჭირა და დავიწყეთ სიმღერა და ეს გოგონა და ეს შუახანს გადაცილებული კაცი შორი ახლოსად განან და ეს გოგონა დატოვა დამთავრდეს საეკლესიო სიმღერა მივიდა პირველ ხმასთან და დავუწყო აპა პირველი აპა დაგუგუნდა სიმღერა და ის გოგონა წვემლებად ებურება მამა მენა სადავი ვარ მითხარიო შვილო შენ რო გავნებოდი ქართველი ხარ აეცანი არიან ქართველები და შენც ქართველი ამას ეკრონ მანანა შავი შვილია დღესაც არის და ასეთი ლექსი დაწერა ზურას